აი ესეთი სტატისტიკა არ ვიცი ხა რა ნამდვილად არ მაქვს ჩატარებული, მაგრამ თქვენ რამდენი შეგიძლიათ დამისახელოთ, რომ კარგმა და ცუდმა დაიწყო ერთად ცხოვრება და ცუდი კარგი გახდა. პირიქით რო ხდება, ამას დაგისახელებთ, რამდენსაც გაგიხარდებათ იმდენს. მაგრამ აი ესე რო ხდებოდეს არა. ამიტომაც როგორც კი შემოდიან ეს ქალები ამ ოჯახში, მაშინვე შემოაქვთ თავიანთი ტრადიციები. აუცილებლად თავისი ტრადიციები, იქ რაღაცა მამა-პაპისეული, რომ ეს მამაჩემი ასე შვებოდა, თქვათ, იქ ისე ლოცულობდა, აქ ესე აკეთებდა, ამიტომაც თანამედროვე ახალგაზრდებს ეკლესიაში რო დადიან და სადღაცას გარეთ იყურებიან, ყოველთვის ეუბნები, შეეცადე რომ შეირთო ეკლესიური ცოლი. და შეეცადე, როდესაც მეკითხებიან ოჯახის შექმნაზე, აი ხა ეს ფაქტიურად ამაზეა ლაპარაკი, ხო, პირველი მუხლი, მეექვსე თავისა დავიწყეთ. როდესაც ოჯახის შექმნაზე მიდგება ლაპარაკი, ადამიანები ერთმანეთს აფასებენ, ესე იგი მხოლოდ გარეგნული მხარე. შეხედა და მოეწონა ახლა იმას რაღაცა კარგი მკერდი აქვს და ეს სიტყვა საერთოდ მაგიჟებს, კაცო, სექსუალურად გამოიყურებაო. რა უბედურებაა, ხა სექსუალურად რო გამოიყურებათ? მართლა ძალიან იმას ყურში მხვდება ძალიან ცუდად და ძალიან არ მომწონს ამას, როდეს ჯერ თვითონ ხალი უნდა გრძნობდეს შეურაცხყოფილად თავს. ესე იგი, თუ ვიღაცა მას აფასებს როგორც სექსუალურ ქალბატონს, გამოდის რომ ერთი მიზნის გარდა ამ ქალისგან არაფერი არ უნდა მას. მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს. ცხოველური ჟინის დაკმაყოფილება. არ აინტერესებს შიგნით რა დევს, რა გონება აქვს, რა სულიერი მოთხოვნილებები აქვს, მხატვარია, მწერალია, ის არის რა ქვია, საპოჟნიკია უკაცრავად გამოთქმისთვის. ამიტომაც, როდესაც შეფასება ხდება, რომ სექსუალურად კარგია და თურმე ტუჩები აქვს დაბერილი თუ არ ვიცი ის რაღაცა გადიდებული სხეულის რაღაცა გარკვეული ნაწილები, აქედან გამომდინარე გაკეთებული დასკვნაზე, ამიტომაც არის რომ ყველაზე დიდი რიგი საპატრიარქოს კაბინეტებთან დგას, იქ სადაც ხდება განქორწინების საბუთების შეტანა. აი ეს არის ჩვენი უბედურება, მეტი არაფერი. ამიტომაც ყოველთვის ველაპარაკები ხოლმე ახალგაზრდებს, პირად საუბრებშია ძირითადად ეს რა თქმა უნდა და ისედაც ხა ქადაგებაშიც ყოველთვის თუ მომეცემა საშუალება ვეუბნები რომ ეკლესიურები უნდა დაქორწინდნენ ერთმანეთზე, რომ ეს ეკლესიური ტრადიციები შეინარჩუნონ. ამიტომაც მამაკაცის მხრიდანაც ეს დანაშაულია, რა თქმა უნდა, ეს ღვთისმშობლები კარგად კი არ იქცევიან. მისი მხრიდანაც დანაშაულია, რომ დაინახა, კარგია და მოიყვანა, ეშმაკი ყოველთვის ცდილობს რაღაცა დაანაწევროს და ერთმთლიანობაში არ გაჩვენოს. აი რაღაცა დანაწევრებულს გაჩვენებს და ესე დანაწევრ რაღაცა მოსწონს ახლა გაბერილი ტუჩი და ამისთვის მოიყვანა, იქნება ხასიათი აქვს საზიზღარი, კაცო. ერთმთლიანობაში არ უნდა ნახო? უნდა ნახო, ვინ არის რა ოჯახის შვილია. უნდა მიხვიდეთ რომ უნდა ნახო რომ ეს ვიღაცის ქალიშვილია, ასეთი დედა და მამა ყავს. ვიღაცის დედმამიშვილია, ასეთი დები და ძმები ყავს. ვიღაცას თქვათ იქ ამ ეკლესიაში დადის ასეთი მოძღვარი ყავს, ასე ცხოვრობს, ეს ფილმი მოსწონს, პოეზიითაა გატაცებული. რაღაცნაირად სულიერად უნდა დაინტერესდე რომ რითი იკვებება ეს ადამიანი. თუ შენ ფიქრობ მასთან რაღაცა მომავლის დაკავშირებას და თუ მხოლოდ ესე იგი გარეგნობით მისმა სექსუალურობა უკაცრავად და მოგხიბლა, ერთი 10 წლის მერე აღარ იქნება სექსუალური ის. შეიძლება 10 წელიც ვერ გაძლოს მისმა სექსუალურობამ და 5-ში გაუვიდეს ვადა. და რა შვები მერე? რას აკეთებს მერე ადამიანი? არაფერი, იწყებს ახალი სექსუალური ძებნას.